აი რაც შეეხება ახლა ეკონომიკურობის თვალსაზრისით, ერთ რამეს ვიტყვი, რომ დღეს საქართველოში, თუნდაც ეროვნულ ლიგაში ის ფინანსები ნამდვილად არის, რომ სწორი დაგეგმარების და მუშაობის შედეგად ევრო ტურნირზე შედეგი გქონდეს და აი ქვედა გუნდები რო ავიღოთ მაგალითად თელავი, არ ვიცი გაგრა ვინ არიან კიდე მეორე ხუთეული და თუნდაც მათ შორის ლიგა 2 განვითარების გზაზე იდგნენ. იგივე ახლა არ მინდა ციფრები დავასახელო რა. იგივე მაგალითად თელავში ხო ბოლოში არიან ფოჩი. ისეთი ფინანსები არის. მე თუ მკითხავ რომ სრულად შეესაბამება ძალიან კარგი ფინანსებია იმ ფეხბურთელების. იმიტომ რომ დღეს ახლა საქართველოს რეალობიდან ხო უნდა გამოვიდეთ. აი რატო უნდა გქონდეს ბოლო ადგილოს ან გუნდში რო არის ფეხბურთელს რომ სიტყვა 10000 ლარი და უნდა ვთქვათ რომ აი ფული რო არ აქვს ამიტომ ვერ თამაშობს არა მაგრამ თავარი დეტალი უნდა შეუქმნან აი იმ ფეხბურთელებს რა უნდა გქონდეთ ბაზა ინფრასტრუქტურას გულისხმობ და უნდა გქონდეთ შესაბამისი მაგალითად სამედიცინო მიმართულებით რომ სწორად წავიყვანოთ, სწორად ყვებოთ, სწორად დავასვენოთ, სწორად აღვადგინოთ ეს ფეხბურთელები. აი ამ კუთხით თუ იქნება, აი მე შეიძლება რომ განავითარო. ოღონდ იმ ფეხბურთელს უნდა უთხრა რა. შენ თუ გეკუთვნის, ითამაშე და წადი და სადაც გინდა იქ ითამაშე. მაგრამ მე შენ ყველანაირ პირობას გიქნი იმისთვის რომ გავითარო. მაგრამ ეხლა იგივე გუნდებსაც არ დაოსახელებ რა. ეხლა რო ნახოთ სად ვარჯიშობენ, რომელ მოედნებზე ვარჯიშობენ, რანაირი პირობა აქვს, როგორ იკრიბებიან, მანქანაში რო იცვლიან, ტრენერები მანქანაში რო მწვრთნელები, ბოდიში ტრენერებისთვის, მწვრთნელები რო მანქანაში გადიან ერთმანეთს მოედანზე უნდა გავხვიდე. მოიცა, აი დაფაც პრობლემაა, აი. არა, დაფის პრობლემა, აი მაგალითად ავიღოთ რა, ოლიმპიური ქალაქი, ხო ვიცით არა, 4 მოედანი რო, ხო პეტრიაშვილს. გადიხარ და 4 გუნდი ვარჯიშობს, რომლებიც მეორე დღეს ერთმანეთს ეთამაშებიან, ერთი გუნდი იქით შეგიძლია უყურო რა. შეგიძლია უყურო რას ვარჯიშობს, როგორ ვარჯიშობს, სტანდარტულებს როგორ აკეთებს, აქცენტირებას რაზე აკეთებს. ხვალ ხვდები და ხოდა ეს ყველაფერი არის ის რომ განვითარება უკვე აღარ არის. ეს არის მხოლოდ ის რომ ინერციით მიდის ეს ყველაფერი. ამიტომ უნდა გქონდეს რომ ყველა კლუბს უნდა გქონდეს ინფრასტრუქტურის სახით. ეხლა იდი ამაზეც იტყვიან რომ აი როგორ კაცრად საუბრობს უჩაო მაგრამ უნდა დავაფიქსირო რა აი ამდენი წელია მიდის ფონდი ხო ასე რომ დავარქოთ განვითარების ფონდი ესე ხო აქ იყო შეტანილი ის რომ ინფრასტრუქტურის კუთხით უნდა ემუშავათ კლუბებს ამ წლების განმავლობაში და განევითარებინათ ინფრასტრუქტურა თავისი რესურსებით თან იქ მოცემულია რომ 40% უნდა დახარჯო ამაში 60 ამაში როგორც არის არ ვიცი აი დღესდღეობით რომელ კლუბს აქვს გამართული ბაზა სავარჯიშო აი 8 წელი გავიდა ხო 8 წლის განმავლობაში რომელმა კლუბმა შექმნა ეს ხო არის კერძო კლუბები კერძო კლუბის რო სახელმწიფო აფინანსებს მადლობელი ხო უნდა იყოს ყველა ამისთვის რომ კერძო კლუბს ფულს აძლევს რა თუ სახელმწიფო პროგრამა შეიქმნა შენ რო კერძო კლუბს გაძლევს ეს ფული რაში იხარჯება ანუ მარტო ხელფასებში რატო არ იხარჯება ინფრასტრუქტურაში რომ შექმნა კარგი ბაზა სადაც შენთან ფეხბურთელი მოვა სრულფასოვნად დაიძინებს დაისვენებს შეჭამს აღდგენით პროცედურებს გაივლის გამოვა და ივარჯიშებს რატო უნდა მიდიოდეს ოლიმპიურ ქალაქში და რატო უნდა ვარჯიშობდეს მე მესმის რომ პრობლემაა და ფინანსურად არა ვართ მაგდონეზე რომ ეს ბაზები შეიქმნას, მაგრამ რანაბიჯები გადაიდგა ამ 8 წლის განმავლობაში რა. და ვინ იმუშავა, რომელმა მხარემ იმუშავა, რომელმა კლუბმა იმუშავა ამ მიმართულებით, რომ ბაზები მიწა ეყიდა, მაგალითად დიდი არაფერი, ერთ წელიწად შეიძლება მიწა იყიდო, მეორე წელიწად მოასწორო, მესამე წელიწად შენობა ჩადგა მეოთხე წელიწად, რა ვიცი, მოალამაზო და 8 წლის თავზე გამზადებული ბაზა დაგეხვედრებინა იმისთვის, რომ აი მე ვიმუშავე ამ მიმართულებით და შევქმნი ბაზა და 8 წლის მერე მაინც დავიწყებ იმის განვითარებას, რაც 8 წლის უკან გამეკეთებინა თუ კი განვითარებაზეა საუბარი რა და თუ ეს არ არის განვითარება. ეს არის ის, რომ ინერციით გადარჩენის საფუძველზე ეს ყველაფერი და ბრძოლები. მაგრამ იმ კლუბებზე მაგას ვერ ვიტყვით, ხო, ვისაც ბაზა აქვს, ვისაც სტადიონიც აქვს, ვისაც ფინანსებიც სხვანაირად აქვს. არიან დღეს საქართველოში და მოიძებნება ესეთი კლუბები და სამწუხაროდ
იქ პრობლემები ხდება, რომ წვრთნელის მოსაზრება სხვა არის, ხელმძღვანელის მოსაზრება სხვა არის, პრეზიდენტის მოსაზრება სხვა არის. და თავიდანვე გახლეჩილია სიტუაცია. თავიდანვე გახლეჩილია და ამიტომ გახლეჩილი რომ არ იყოს და ერთელი ეს საკლუბო ფეხბურთი, მე გული მტკივარ რაზე იცი, 2016 წლიდან დღემდე 36 პოზიციიდან ჩამოვიდით 50 და მე ჩემ დანაშაულსაც ვგრძნობ და ჩემ თავსაც ვგრძნობ დამნაშაულით, იმიტომ რომ მე ამ სპორტში და ამ სფეროში ვიმყოფები და აი ჟუანტელი მივლის რა, აი გული მწყდება რა და შინაგანად დათრგუნული ვარ, რომ მეც ამის მონაწილე ვარ და მინდა რომ რაღაცა გამოვასწორო, რაღაცა უკეთესი გავხადო, შევქნა და ვცდილობ და არ ვჩერდები მე ჩემი კუთხით, რა თქმა უნდა, და მე ჩემი შეცდომები მექნება და რაღაცა მექნება ისე რომ ვერ ვაკეთებ, მაგრამ თავარი არის რომ ყველამ თავისი მიმართულებით უნდა იმუშაოს რა. იმ სპორტულმა მხარემ, იმ მენეჯმენტმა, იმ პრეზიდენტმა, რომ უკეთესობისკენ წაუწიოთ, იმიტომ რომ აქ ყველას ბრალეულობა დევს რა, არა მარტო მწვრთნელების, აქ ფეხბურთელებისაც, ხელმძღვანელობისაც და პრეზიდენტებისაც რა. თუმცა ერთს ვიტყვი, რომ აი მწვრთნელთა კუთხით რა, ფეხბურთის ფედერაციას მადლობას ვეთქვი ამ კუთხით, პროლიცენზირების კურსი, რომელიც უკვე მესამე ეტაპად დაიწყო, თუ არ ვცდები, აი ძალიან დიდი განათლება და ცოდნა მივიღეთ და ძალიან დიდი მხარდაჭერა იყო, ჩვენ ვიყავით პირველი ჯგუფი, რომელმაც გაიარა. მანამდე კიდევ იყო ერთი ჯგუფი, მაგრამ ჩვენი იყო პირველი ჯგუფი, კობიაშვილის ხელმძღვანელობით, როდესაც მოვიდა ფედერაცია. აი უამრავი გამოცდილება და უამრავი სოდნა შევიძინეთ, თუნდაც პროლიცენზიის კუთხით. ამას რა, ერთი ბოდიშვი ხდი შეგაწყვეტინებ, რომ აი ფედერაცია და მაგარია ეს პროლიცენზია. არა, ამ კუთხით მე ხლა აი მე სწავლა განათლება ჩემთვის. შედეგი რა, მწვრთნელების შედეგი, ხო, ისწავლებ, განათლდით, რაღაცა აფრინდი. შედეგი ზუსტად მაგის დაფიქსირება. თუ ისწავლე და ვერ იფქენი რა. აი ზუსტად მაგის დაფიქსირება მინდოდა ეხლა და ეგ მინდა რომ დავაფიქსირო რა. ჩვენ ვისწავლეთ, გავიარეთ, სოდნას მივიღეთ. ამასობაში ჩვენ უკან გამოცდილებას ხო გვიმაგრებდა ზურგს არა, რომ მუშაობდით, ავიცი, გუნდებში უამრავი წლები არა მარტო მე, უამრავი მწვრთნელი და წამყვანი მწვრთნელი. ეს სოდნა პლუს ეს გამოცდილება და საბოლოო ჯამში რეალობა და მოცემულობა ხდება მეორე რა. ინფრასტრუქტურის სახით, მიდგომების სახით, დამოკიდებულების სახით და ამ დროს გაქვს უკვე რაღაც დოზით ის სოდნაც და ის გამოცდილებას და ამის რეალიზებას ვეღარ ახერხებ. რომ გამოიტანო ფართო ასპარესზე რა. რეალიზებას იმიტომ ვერ ვახერხებთ, რომ აი თვითონ ამ ფეხბურთელებიც ვერ ვითარდებიან რა. ფაქტია ეხლა, აი ჩვენი ფეხბურთელების უმეტესობა, აი უკვე წლებია დააკვირდები, 16-დან 20 წლამდე ჩერდება. აი 16 წლამდე თითქოს კარგია, აი 17 წლამდელებში კარგი შედეგი გვაქვს. აი შემდეგ ნუ ეს გამონაკლისი იყო ეს თაობა რა ახლა და კვარასა და აი ვინ უნდა განავითაროს მერე ან რამ უნდა განავითაროს 12-დან 16 წლამდე კლუბმა უნდა მისცეს საშუალება ისე რომ განვითარების საშუალება მოგცეს აი ანუ კლუბის ხელმძღვანელობასთან ის დამოკიდებულება კი არა თავიდან იწყება რა ყველა ის დამოკიდებულება კი არა მე ახლა მქონი ვიცი რა ეგეთი შემთხვევები ფეხბურთელმა ჰკითხა ის რა ქვია ხელოვნურზე უნდა ვითამაშოთ და ბუნებრივზე უნდა ვითამაშოთ ეს რაღაცა ცოტა ის ხო არ იქნებაო და შენ რამდენი პრეტენზია ქონიაო გუნდიდან ისე გამოგუშვეს რა აი მაგის გამო რა ეხლა რამდენჯერ უნდა გითხრაო ერთი და იგივეო და ეხლა თურმე პრეტენზიულია ფეხბურთელი რომელიც უბრალოდ იმას გამოთქვამს რომ რაღაც ბანანი მოგვიტანე რა ვარჯიშის მერე და თამაშის მერე და რაღაც ეგეთი რაღაცეები და ხმასაც ვერ იღებ შიშით ეგ სალამარაკოც არ უნდა იყოს ან ცუდი ტიპი ხარ აი როგორ იცი ამრევი ხარ რა ვიცი რა ამრევი რა გუნდისთვის ამბობ ხო და რაღაც ისე წინსვლისთვის ამბობ აი ერთ კლუბს გავიხსენებ ჩემი მუშაობა როდესაც რუსთავში დავინიშნე თავმჯდომარედ მათ შორის კვარა მაგ პერიოდში რუსთავში თამაშობდა და მომიწია მუშაობა და აქედან მივესალმები და წარმატებებს უსურვებ და მადლობა იმ ყველაფრისთვის რაც თავისი შესაძლებლობით მონაცემებით დამოკიდებულებით და მიდგომით ქართული ფეხბურთისთვის გააკეთა და ფაქტიურად მეორედ გააღვიძა ქართული ფეხბურთი იმ დიდი წარმატების შემდგომ და მადლობა და წარმატებებს უსურვებ და კიდევ და კიდევ მეტი ყოფილიყოს. რაც შეეხება უკვე რუსთავს, როდესაც დავინიშნე, მაშინ იყო ძალიან ბევრი ფეხბურთელი გუნდში, გამოცდილების და ახალგაზრდების. ასაკებს გეტყვით, იყო 16, 17, 18 და ეხლა რო ჩამოვთვლი გვარებს თქვენ თვითონ მიხვდებით 2018 წელი.
და ეს ფეხბურთელები არავინ არ თამაშობდა. მათ შორის შეგიძლიათ ეს მონაცემები მოიზიოთ. და დავაწყებინე, აი მომენტალურად დავაწყებინე თამაში. და მათ შორის ხელმძღვანელობისგან ეს ყველაფერი იყო დადებითად დანახული, არანაირი არ იყო ის, რომ ისინი სხვა პოზიციაზე დარჩნენ და მე სხვა პოზიციაზე და საბოლოო ჯამში აღმოჩნდით ყველა მოგებული. ეს იყო ცოტნე კაპანაძე, ეს იყო ლუკა სილაგაძე, ეს იყო ლუკა გადრანი, ეს იყო ციცქიშვილი ზაზა, ეს იყო ხვიჩა კვარაცხელია მათ შორის, რომელიც იმ პერიოდში დაიწყო თამაში და ეს იყო ჩოგაძე, არ მინდა რომ ვინმე გამოუჩის და თორნიკე კირკიტაძე. აი ყველა ერთდროულად დავაწყებინე თამაში და სრულად ჩაანაცვლეს ამ ახალგაზრდებმა, მორჩა 6 თვე და თითქმის ყველა ფეხბურთელი ან საზღვარგარეთ წავიდა, ან წამყვან კლუბში გადაინაცვლეს. ანუ რა ახალგაზრდებს უფრო მეტი შესაძლებლობა და შანსი უნდა მიეცეთ, რომ უმაღლეს ლიგაში გამოიჩინონ თავი. იგივე აი ბედოშვილთან დაკავშირებით რა. ხო არ მოხდა წამყვან კლუბში. მოხდა გარეჯი, რომელიც სატურნირო მდგომარეობიდან თუ გავიხილოთ მეორე ნახევარს. მაგრამ თავი ისე წარმოაჩინა ამ ახალგაზრდა ბიჭმა, რომ უკვე შესაძლებლობა გაუჩნდა, რომ საზღვარგარეთ წასულიყო რა. ნუ ეს მეორე საკითხია, სად შეიძლება ჯობდა და როგორ ჯობდა და რანაირად ჯობდა, მაგრამ ჩვენც ვისურვებდით, რომ სხვა რა თქმა უნდა, აი ეს ორი აზრი არ არის განვითარებისთვის ევროპული გზა, რომ ბევრად მეტად უფრო განავითარებს და მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ უფრო ზევით აიწიოს, ამაზე ორი აზრი არ არის. რაც შეეხება ისევ თემას დაუბრუნდები, მთავარი დეტალი არის ის, რომ იმ მოტივირებულ და მართლა ნიჭიერ ახალგაზრდობას მაქსიმალურად თავის დროზე უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ უმაღლეს ლიგაში მიიღოს მონაწილეობა. იმიტომ რომ თუ ჩვენ ფეხბურთელს ვსვლით დღეს ნიჭიერად 18, 19, 20 წლისას და 21 წლისას და უმაღლეს ლიგაში არ თამაშობს. აბა მაშინ როგორ შეიძლება ის ნიჭიერად ჩაითვალოს, ხო? მაშინ აღარ იცვლებ. ამიტომ ამ ახალგაზრდებს როგორც კი შესაძლებლობა ეძლევათ, მერე გამოულინებაც სწრაფად ხდება და მათი განვითარებაც სწრაფად იწყება ხოლმე. ამიტომ უფრო მეტად იგივე ახლა აი აბუაშვილი რა ჩამოვიდა, ხო, ისე წარმოაჩინა თავი ამ ხნის განმავლობაში, რადგან წავიდა აიყვანეს საზღვარგარეთ.